ავტომობილი იწყებს თანაბარ აჩქარებულ მოძრაობას და t1 დროის განმავლობაში მოძრაობს 100. შემდეგ 0 მეტრწამიდან სიჩქარე აიყვანა 20 მეტრწამამდე და უკვე t2 დროის განმავლობაში ავტომანქანა მოძრაობს მუდმივი 20 მეტრწამის სიჩქარით. ჩვენ ვიცით რომ საშუალო სიჩქარე მთლიან ამ გზაზე არის 15 მეტრწამი და ჩვენ გვაინტერესებს სრული დროის რა ნაწილი მოძრაობდა ავტომობილი თანაბარ აჩქარებულად, ანუ რა ის ტოლია t1 შეფარდებული t1 + t2-ზე. სრული დროის რა ნაწილი მოძრაობდა თანაბარ აჩქარებულად. მოკლედ, პირველ რიგში ვნახოთ პირველ მონაკვეთზე რა მანძილი გაიარა და მეორე მონაკვეთზე რა მანძილი გაიარა. 0 მეტრწამიდან სიჩქარე აიყვანა 20 მეტრწამამდე თანაბარ აჩქარებულად, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო სიჩქარე ამ გზაზე იქნებოდა 0-ს დამატებული 20 გაყოფილი 2-ზე, ანუ 10 მეტრწამი. და ეს პირველი გავლილი მანძილი გამოვა 10 გამრავლებული t1. სიჩქარე გამრავლებული დროზე. რაც შეეხება მეორე შემთხვევაში, უკვე აქ 20 მეტრწამის სიჩქარით მოძრაობს t2 დროის განმავლობაში და გავლილი მანძილი იქნება 20-ჯერ t2. ამას არის პირობა ჩვენ გვეუბნება, რომ საშუალო სიჩქარე ამ გზაზე უნდა იყოს 15 მეტრწამი, ანუ მთლიანი გავლილი მანძილი გაყოფილი მთლიან დროზე უნდა იყოს 15 მეტრწამი. შესაბამისად 10 t1 დამატებული 20 t2 გაყოფილი t1 + t2-ზე უნდა იყოს 15, საიდანაც 10 t1 დამატებული 20 t2 იქნება 15-ჯერ t1 + t2. ანუ 15 t1 + 15 t2. რაც ნიშნავს იმას, რომ t1 უნდა გამოვიდეს t2-ის ტოლი. შესაბამისად მივიღეთ, რომ რა დროის განმავლობაშიც მოძრაობდა ავტომობილი თანაბარ აჩქარებულად, ზუსტად იგივე დრო მოძრაობდა ავტომობილი თანაბრად და t1 გაყოფილი t1 + t2-ზე იქნება 1 გაყოფილი 2-ზე, ანუ ზუსტად ნახევარი დრო მოძრაობდა თანაბარ აჩქარებულად და სიჩქარე გაზარდა 0 მეტრწამიდან 20 მეტრწამამდე და შემდეგ ზუსტად იგივე დრო მოძრაობდა 20 მეტრწამით მთლიანად ამ მეორე მონაკვეთის განმავლობაში. საშუალო სიჩქარე გამოვიდა 10 t1 დამატებული 20 t2 გაყოფილი t1 + t2-ზე გამოვიდა 15 და ეს არის ამოცანის ამოხსნა. თუ თქვენ გსურთ ფიზიკის მერვე კლასის წიგნის შეძენა, უნდა მომწიროთ პირადში და კურიერი მას თქვენთან სახლში მოიტანს.